ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მაჭახლის ხეობაში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, უხვი ნალექის გამო ხეობაში სოფლებთან მისასვლელი გზა არ იწმინდება, რის გამოც რამდენიმე სოფელი ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. მათივე თქმით, სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ხეობას დღემდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხილვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ ასეთი დიდთოვლობა მუნიციპალიტეტს ბოლო 2 წლების განმავლობაში არ ახსოვს. ნადიმ ვარშანიძის თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა აქცენტი ციტრუსის გამოსატანად მოსახლეობის დახმარებაზე კეთდება. მისი თქმით, პროცესში ჩართულია სატრანსპორტო გზების დეპარტამენტი და სოფლებში 25 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ნადიმ ვარშანიძის თქმით, გზები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ბოლომდე გაიხსნება. ენერგოპროჯორჯიას ინფორმაციით კი მაღალმთიან სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება 2-3 დღეში აღდგება. ძალიან მძიმე მდგომარეობაა მაჭახლის ხეობაში. ცენტრალური გზა ნაწილობრივ გაიწმინდა მხოლოდ ბოლო პერიოდში. 10 დღეზე მეტია რიგი სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს და უგზოების გამო არ შეუძლიათ მოსახლეობას ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. ანალოგიური მდგომარეობაა კირნათის თემში და მე მივმართავ ხელისუფლებას, რომ გააქტიუროს მუშაობა აღნიშნული სოფლებში სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოების ჩასატარებლად, ასევე მძიმე მდგომარეობა შექმნილი ელექტროენერგიის მომარაგების მხრივ. მაჭახლის ხეობა, აჭარის წყალი, კირნათი მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიანი რეგიონია. ამ დიდთოვლიანობასთან დაერთო ყინვებიც, ესე ვთქვათ, ზამთარი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში არ ყოფილა ჩვენს რეგიონში, შეგვიძლია გადავამოწმოთ სტატისტიკა ამაზეც მეტყველებს, მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულ ვართ არც ერთი დღე, დღესაც მიმდინარეობს მუშაობები აღდგენითი გზების, ასე ვთქვათ, გაკაფვა, გზების გაკვა, გაწმენდა და ასევე ელექტროენერგიის აღდგენა.